რამე თუ მეუფე არს ყოვლისა ქვეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. რიცხვი 6. დროის, სივრცის და მატერიის აღმნიშვნელია. კარგად დაუკვირდით. თუ საათის ციფერბლათში ყველა ერთმანეთის მოპირისპირე რიცხვებს შორის გამოკლების ნიშანს ჩავსვათ, ვღებულობთ 6-იანს. ამ ციფერბლათს მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდებით. კუბს გააჩნია 6 მხარე. სწორედ ეს გეომეტრიული ფორმა ბადებს მატერიას. ფიზიკურ სამყაროში ყველაფერს 6 მხარე გააჩნია. მაღლა, დაბლა, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან. ჩვენ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან ფიზიკურ სამყაროში, სადაც ყველაფერს 6 მხარე გააჩნია. იესოს ჯვარი თავის თავში გადახსნილ კუბს წარმოადგენს. ჩვენ ადამიანები ნახშირბადისგან შექმნილები ვართ. ეს ნახშირბადი კი შესდგება 6 პროტონისაგან, 6 ნეიტრონისაგან და 6 ელექტრონისაგან. ტანი ხეცის ნიშანია. რატომ? იმიტომ რომ იგი დროის, სივრცისა და მატერიის აღმნიშვნელია. ამიტომ ამბობს წმიდა წერილი. გველი და საბამისაიე, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა. დავუბრუნდეთ დროის, სივრცისა და მატერიის აღმნიშვნელ 6-იანს. ციფერბლატმა 6-6-იანი მოგვაწოდა, 6x6-ის ჯამი 36-ია. 36 კი მასში მყოფი ფარული რიცხვების ჯამით 666-ია. 666 თვალისთვის ხილული, მატერიალური ხორციელი სამყაროს სატანის მნიშვნელია. დაუკვირდით, ცოცხალ ადამიანზე ისმის კითხვა ვინ? ეს სიტყვა ყოვლის მპყრობელ ღმერთად წოდებულ ანბანანი და ხოეში, რიგით მე-6 ასონიშნის სახელია. ამ ასონიშნის სრული ანბანური კომპლექსი გვაწოდებს ასეთ ინფორმაციას. მაღლიდან ასონიშანთა რიგითობის მნიშვნელთა ჯამით, ისევე როგორც ციფერბლატიდან გამომავალმა ინფორმაციამ, გვიჩვენა 36. ქვემოდან კი ასონიშანთა რიცხვითი მნიშვნელობებით, მიგვითითა 3-6-იანი 666. გავიმეორებთ კიდევ ერთხელ, კითხვა ვინ ისმის მხოლოდ ცოცხალ ადამიანთან მიმართებაში. განა 36 არ არის ცოცხალი ადამიანის სხეულის ტემპერატურაა. კითხვა ვინ ისმის მაშინ როცა სული და ტანი ერთადაა. ახლა წმიდა წერილის მოცემულობას მივუბრუნდეთ. მაშინ ხრქვა მას იესო, წარვეთ ჩემგან მართლუკუნ, სატანა. მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმა მან და ანგელოზნი მოვიდეს და ხმსახურებდეს მას. წერილი აშკარად გვითითებს სატანა და ეშმაკი ერთი და იგივეა. ახსნათ, რას მოისაზრებს სიტყვები სატანა და ეშმაკი. ჯერ გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა იესო ხურიებს ეუბნება. დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. რქვეს მას ხურიათა, 26 წელს აღეშენა ტაძარი ესე და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი. ხოლო იგი ითხოვდა ტაძრისათვის გვამისათვიესისა. ძალიან კარგად ჩანს ამ ციტატებიდან, რომ ქვებით აშენებულ შენობაზე, ტაძარზე არ არის საუბარი. იესოს სიტყვები მიმართული იყო საკუთარი გვამის ტაძარზე, ანუ მის სხეულზე. მაგრამ ბიბლიურ წერაში სიტყვა სხეული არ გამოიყენება, გამოყენებულია გვამი და ტანი. წერილი დაფარულად გუკარნახობს ტანს, ტანჯვას, სატანჯველი. და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა. მიცემად ეგევით არის იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა. ხოლო ცრუნი იგი დღესა მას სასჯელისა სატანჯველსა შინად ახმარხნეს.
ალბათ იოლი მისახვედრია, რომ ტან ფუძით გვაწოდებს წმიდა წერილი ინფორმაციას. ეს აშკარად ჩანს სიტყვებში ტანჯვა და სატანჯველი. კიდევ უფრო შთამბეჭდავია სიტყვები სატანჯველად ხორცითა. აქ პირდაპირი კავშირი ჩანს სატან დამსჯელსა და ხორცს შორის. ბუნებრივია უნდა ვიფიქროთ, იესოს გვამის ტაძარი აღნიშნავს ტანს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტაძართან კავშირში წერილი გუკარნახობს რიცხვ 46-ს. აი რას გვითითებს ყოვლის მპყრობელ ღმერთად წოდებული ანბანიანი და ხოე. ტანი 46. რიცხვი 46 არ არის შემთხვევითი. ის დაკავშირებულია ადამიანის გენეტიკურ წერილთან და უკავშირდება ქრომოსომთა რაოდენობას. ადამიანის ტანი 46 ქრომოსომის ნაყოფს წარმოადგენს. თუ ამ სიტყვის ტან ფუძით მოცემულობას შევადარებთ ქართულ ენასა და ბიბლიურ წერილს, მაშინ სიტყვა ტანჯვა მიგვითითებს ტანით დასჯაზე. ტანი განაპირობებს ტკივილს, შიმშილს, სიცივეს, ვნებებს და ასე შემდეგ. ადამიანის დამსჯელი სწორედ მისივე ტანია. ტანს არ აწუხებს სირცხვილი, ხათრი, სიყვარული და ასე შემდეგ. ესენი გონების ფუნქციაში შედის. ასე რომ ადამიანის მოწყობაში ორი საწყისია, ტანით მოთხოვნადი და გონებით მართული. იცის რა ეს საკითხები ქართულმა ენამ, გვთავაზობს სულის დამსჯელ საწყისად ტანს. თვითონ მდგომარეობას, სადაც სული განიცდის დასჯას ჰქვია სატანჯველი. ამ სიტყვას კარგად დავუკვირდეთ, სატანჯველი, აქ გარკვევით და გასაგებად არის მოცემული, რომ სულის საწყისი გონება არის ტანის ზემოქმედების ქვეშ. თუ გონებას არ შეუძლია დაუწესოს აკრძალვები ტანს, მაშინ ტანის მოთხოვნებით დათრგუნული გამოდის სული. ამ დროს სული ტანის გავლენის ქვეშაა, ანუ სატან დამსჯელს დამორჩილებული აქვს გონება. ეს არის სატანის გაბატონება და აღზევება, რომელიც შეიქმს ცოდვას და იწვევს საუკუნო ცხოვრების დაკარგვას. ამიტომ ტანი გვევლინება იმ მაცდურად, რომელიც ცდუნების შემთხვევაში აგვაცილებს ცხოვრების გზას და გაგვამზადებს დასჯისათვის. სატანჯველი კომპოზიტი სიტყვაა და გვითითებს სატანის დამსჯელობით როლზე. ასე რომ ქართული სიტყვა ტანი ზუსტად აღწერს სატანის რაობას. ამასთანავე დიდი სიზუსტით გვიჩვენებს სიტყვა სატანას ქართულ წარმომავლობას. ეს სიტყვა უთარგმნელად გადასულია ყველა ენასა და წერილებში. სწორედ ამიტომაა, რომ ბიბლიური წერილის ქართული დედანით მოწოდებული სიტყვა ტანი ზუსტად პასუხობს ტაძრის აგების მაჩვენებელ რიცხვ 46-ს. წმიდა წერილის დამწერლობითი საზომი და ქართული სიტყვების საზომის სისტემა ერთი და იგივეა. ახლა ეს ზემოთ მატერიალურად განხილული ინფორმაცია შევაჯეროთ სიტყვის მოწყობასთან. ამ საკითხს ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდა უმეტესობა. ვერ მიხვდა ადამიანის მოწყობის და სიტყვის მოწყობის მსგავსებას. წმიდა წერილი დაბადების პირველივე თავში გვეუბნება. და შექმნა ღმერთმა კაცის სახით თვიესად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი. გარკვევითაა ნათქვამი, ღმერთმა ადამიანის სახით და ხატად თვიესად შექმნაო. მოусმინოთ ისევ წერილს. პირველიდან იყო სიტყვაე, და სიტყვაე იგი იყო ღმრთისათანა, და ღმერთი იყო სიტყვაე იგი. აქაც გარკვევითაა ნათქვამი, ღმერთი იყო სიტყვაე, ანუ სიტყვა ღმერთიო. დაალაგდა მოცემულობა. სიტყვა უდრის ადამიანი. თუ მაინც ვინმეს კიდევ უჭირს წმიდა წერილით მოწოდებული ამ ჭეშმარიტების დაჯერება, უპასუხოს ასეთ შეკითხვას. ქვეყანაზე ადამიანი რომ არ არსებობდეს, სიტყვა იარსებებდა? რა თქმა უნდა არა. გონიერი ადვილად ჩაწვდება, რომ თავად ადამიანია ხორცშესხმული, ფიზიკურ სამყაროში შემოსული სიტყვა, ანუ განხორციელებული, ბიოლოგიური წერილი ღმრთისა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე იმასაც მიხვდება, რომ როგორც ადამიანია ორი ბუნებით, სული და ტანით მოწყობილი, ზუსტად ასევეა მოწყობილი სიტყვაც. ეს არის ზუსტად ის კარნახი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, რა არის ბიბლიური მაცდური სატანა. ადამიანის მოწყობაში ტანი წარმოადგენს მაცდურს,
მსგავსად ამისა სიტყვის სამებით მოწყობაში სიტყვის ხორციელი მხარე, ანუ მელნით ნაწერი წარმოადგენს სიტყვის ტანს, სხეულს. ადამიანისა და სიტყვის მსგავსება გვკარნახობს. სიტყვის ტანი არის მაცდური, რომელიც გვაწოდებს მაცდურ ინფორმაციებს. ბიბლიური მაცდური უკვე გამოჩნდა. იხილეთ ფილმი „ძე წარწმედისა“ 666